სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას სვავს სტივი, გამარჯობათ პასტორ ჯონ, მე სტივი ვარ, გამარჯობა სტივ. ახალგაზრდებს აქვს თუ არა მშობლებისადმი მორჩილების ვალდებულება. არსებობს თუ არა ღვთისმოსავი გზა, რომ ასაკის მატებასთან ერთად მშობლებთან გარკვეული უთანხმოებები მოაგვარო. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გაწვდით ბიბლიურ კითხვები და პასუხებს, რომელიც ჯონ მაკარტურის მიერ ჩაწერილი 2024 წლის 18 თებერვალს და ჩვენ 80-ე ბოლო ნაწილზე გადავედით. და ჯონ მაკარტური პასუხობს. მე ვფიქრობ, რომ დიახ, ზრდასრულ ახალგაზრდებს აქვს მშობლებისადმი მორჩილების ვალდებულება. მაგრამ ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გულისხმობთ მორჩილებაში. თუ არ დაემორჩილებით, წყებლა არ აქცდებათ, ასევე შეიძლება ანდერძიდანაც ამოგშალონ. მე მგონია, რაც თქვენ უნდა გსურდეთ მშობლებთან რომ გამოხატოთ, ეს არის პატივისცემა და შეგიძლიათ ამაში გონივრულად, გააზრებულო და სიყვარულით იხელმძღვანელოთ. ეს ნიშნავს და ალბათ ყველაზე რთული კონფლიქტი ახალგაზრდას დასრულთან დაკავშირებით არის ხოლმე დაქორწინების საკითხი, როდესაც მშობლებს არ სურთ მისი დაქორწინება ისეთ ადამიანზე, რომელთანაც მათი შვილი მთელი ცხოვრება უნდა იყოს. და თქვენ ამ ეტაპზე უნდა მოусმინოთ თქვენ მშობლებს, რადგან მათ ეს უკვე განიცადეს და უფრო დიდი გამოცდილება აქვთ. და წლების განმავლობაში მე მშობლებს ვეუბნებოდი. თუ ფიქრობთ, რომ ვინმე თქვენი შვილის შესაძლებელია არ არის, ალბათ თქვენ მართალი ხართ. ალბათ მართალი ხართ და ისინი ამბავს ვერ გაიგებენ, რადგან მათ არ აქვს თქვენი სიბრძნე, იმიტომ რომ ისინი ემოციურად არიან ჩართულები ამ პროცესში. და სწორედ აქედან მოდის კონფლიქტების უმეტესი ნაწილი. ამიტომ ახალგაზრდებს მე უფრო მოუწოდებდი, რომ მოусმინეთ თქვენ მშობლებს და მშობლებს მოუწოდებდი. ნუ მისცემთ თქვენს ახალგაზრდებს, შვილებს თქვენი აზრის შეცვლის უფლებას. თუ ფიქრობთ, რომ ეს არ არის შესაძლებელი ადამიანი, ვიზეც ისინი უნდა დაქორწინեն. და რადგან ალბათ ამაში თქვენ მართალი ხართ. ყველა სხვა შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია და ამ შემთხვევაშიც კი თუ უნდა იყოთ გულწრფელი, მოსიყვარულე, პატივისცემით ახსავსე თქვენი მშობლების მიმართ. და ყოველთვის ეს მოლაპარაკება მოახდინოთ ძალიან შეგნებულად, ძალიან პატივისცემით და ძალიან სიყვარულით. და თუ ისინი ყოყმარობენ თქვენს მიერ პარტნიორად არჩეულ ადამიანის მიმართ, დაუთმეთ დრო და ძალისხმევა იმის სანახავად, თუ შეგიძლიათ მოთმინებით, რომ შეაცვლინოთ მათ აზრი. ეს არის საუკეთესო გზა, რომელითაც შეგიძლიათ პატივისცეთ მათ. და კიდევ ერთხელ იმის გაგებით, რომ მათ იციან ეს, რადგან თქვენ არ იცით ქორწინების შესახებ. თქვენ უნდა იყოთ მზად, რომ მოусმინოთ მათ აზრს და გაითვალისწინოთ. კარგით? მადლობა მოსვენისათვის.